ნამდვილად იყო კლეოპატრა ისეთი მასტური დედოფალი, როგორცაც ჰოლივუდი გვიხატავს, თუ ის იყო ბრწყინვალე სტრატეგი. კლეოპატრა მეშვიდე ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი იყო და იმისათვის რომ უკანასკნელი არ ყოფილიყო, ყველაფერს აკეთებდა. მას უნდოდა ეგვიპტე დამოუკიდებელი ყოფილიყო და ამისთვის სჭირდებოდა მისი მეზობელი, ყველაზე მძლავრი იმპერიის მხარდაჭერა. მაშინ ეს მეზობელი და მძლავრი იმპერია იყო რომი. მართალია კლეოპატრა რომაულმა პროპაგანდამ ისტორიაში შეუნარჩუნა როგორც მაცდური ქალი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გამოიყენებდა მამაკაცის შესაბმელად, მაგრამ ეს ასე არ არის. ახლანდელი ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ კლეოპატრა სულაც არ ყოფილა ლამაზი, სულაც არ ყოფილა მშვენიერი და მიმზიდველი. ის იყო გამჭრიახი გონების პატრონი და მან ძალიან კარგად იცოდა ვისთან და როგორ უნდა დაემყარებინა ურთიერთობები იმისათვის, რომ მიზნისთვის მიაღწია. კლეოპატრა თავისუფლად საუბრობდა სხვა ენაზე, მეგობრებო, პოლიგლოტი იყო, ასევე გათიცნობიერებული იყო ასტრონომიაში, მათემატიკაში და მედიცინაში, რიტორიკაში. მას ასე, რას ფიქრობთ, იყო კლეოპატრა მაცდური ქალბატონი, თუ იყო ის გამჭრიახი გონების პატრონი? თუ გაინტერესებთ უფრო მეტი კლეოპატრაზე დაწვრილებითი ინფორმაცია, მაშინ ჩემს უფრო ვრცელ ვიდეოს დავდებ YouTube-ზე ამ კვირაში და არ გამოტოვოთ, გახდეთ გამომწერი და პირველი იქნებით, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს. Bye bye!